გამარჯობათ. კიდევ ერთხელ ნატალია სტეპაკოვა. მოკლედ ძალიან გამწარებულ დღეში ვართ, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ იმისთვის რომ გავიმარჯვოთ, აუცილებლად საჭირო არის არა მარტო დანაშაულებებზე გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება, არამედ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ცხოველები. და ამ დაცვაში სწორედ რომ ხელს გვიშლიან. ანუ მარკისთვის უკვე უნდა შეედგინათ ყველა მუნიციპალურს აღსრულების მექანიზმები, თუ როგორ უნდა დაჩიფულიყო, როგორ უნდა მიკედლებულიყო ცხოველები. ანუ თბილისშიც რაღაცა ძალიან აჯანჯლებენ და პასუხი მაგალითად ჰიპერპოპულაციის ცენტრმა უკვე რა ვიცი 20 დღე არ გაუწია ჩემ წერილზე. იგივეს ვიტყოდი ცხოველთა მონიტორინგზე ხან ცემს პასუხს, ხან საერთოდ ამცემს, ხან როდის მცემს, ხან საერთოდ ისეთ პასუხს ცემს, რაც არ მოიცავს კითხვაზე პასუხს. მაგრამ მარტისთვის ჰქონდათ ვალდებულება. 2025 წლის ივლისში გამოვიდა ეს კანონი და ამ კანონის საფუძველზე მარტისთვის ყველაფერი უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული. ეხლა არის უკვე ივლისი, არაფერი არ არის მზად. გადააბარეს ისეთ სამსახურებს, როგორც არის დასუფთავება და გამწვანება, იმიტომ რომ მათთვის დაღლით საქონელიც არ არის ლაშა. საქონელიც არ არის ნარჩენი, ან ნარჩენი, რომლისგანაც უნდა თურმე გაასუფთავო. რა თქმა უნდა, დასუფთავების სამსახურებმა და გამწვანებებმა საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს დაჩიფვა, საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს დაფირკვა და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა უნდა გაკეთდეს. ამ დროს მოსახლეობას აგერ იანვარი მოვა და მოეთხოვება პასუხი იმაზე, რასაც ვერ ასრულებენ. ფიზიკურად ანუ იკვლევს ხალხი, როგორ გავაკეთო, როგორ დავარეგისტრირო და არ არსებობს მექანიზმი, სადაც ეს არავინ პასუხს არ ცემს. მე პირადად ვიკვლევდი და არავინ დღემდე პასუხი არ გამცა, როგორ უნდა მიიკედლოს, ანუ დაჩიფვაზე კიდე რაღაცას მოძებნი ბოლო ვეტერინარს. ანუ როგორ უნდა მიიკედლო ძაღლი, ამ მიკედლებულებსაც ხო ვერ იცავ და აკრობენ. მაგრამ სოფლად ეხლა წარმოიდგინეთ, სად ვინც გინახიათ სოფელში, რა ვიცი, შეიძლება ძალიან გამონაკლისს შემთხვევაში, საბელზე მოსეირნე ძაღლი ხალხო სოფელში ვინმეს გინახავთ. ან თუ ვწდები რამეში, რომ ეხლა მითომ ისინი შემოიღეს, რომ უფასოდ ვასტერილებთ ძუებს, ამ ძუების პატრონებს აფრთხილებენ, რომ დაჩიფვის შემდეგ ეზო საბელით უნდა გაცდეს ძაღლი. ესეთი გაფრთხილება არსებობს. ან რა ქვეყანაში ვცხოვრობ, დაგავიწყდათ, იმაზე რო არის დავარო 24 საათი ჩაჭრზე არ იყოს და წყალი მაინც დაუდგან ძაღლს ჯამით. იმაზე რო გვაქვს საუბარი, ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გლეხი კაცი ხანიდან რომ მოვა, საბელზე შეაბას და ასე იდოს, ან ტყისპირა იმაში, ის ტურები და მგლები, ღიარ გავა რო ვინმე მარტადო სურათი რო გველი ნახა სადღაც ქალაქში, თავის ბაღჩაში, თავის სახლში, ღიარ გავა. ამ ტყისპირა სოფლებში არ გინდათ ველური ცხოველებისგან დაცვა. ესე იცავთ მოსახლეობას ცოფისგან. ცოფის ქვეყნის ციებიდან რომ ვერ გამოვედით. ან არ გწყვენიათ, ან ამბიცია არ გაქვთ რამისი, ან ბოლო რატო ხართ ეგეთი დარწმუნებულები, რომ მხოლოდ სხვა შეეხება ის ცოფი და მხოლოდ სხვა შეიძლება დაზარალდეს თქვენი გაფუჭებული საქმიდან. იმიტომ ხომ არა, რომ ამ ქვეყანაში არაპირებთ, რომ იცხოვროთ და არაპირებთ, რომ შვილები აცხოვროთ, ასწავლოთ, ავკურნოთ. იმიტომ ხომ არა ანადგურებთ ყველა სისტემას. ან ამ ძაღლებს რას ერჩით? რაღა ამ ძაღლებზე მოგინდათ სისხლის მაინც და მაინც, იმიტომ რომ ვერ მოხვებიან რეებს ჩაგიხართ, იმიტომ რომ თეთრზე ამბობთ შავიო, მტკიცებული დაგვიმტკიცეო. ანუ გორში იწვის თუ არა ძაღლი ცოცხლად თუ მკვდრად, ძვლები, დამწვარი ძვლებით როგორ უნდა დაუმტკიცო, გამჭირვალობა რო არსებობდეს, ეს ეჭვები ხო არ იქნებოდა, რომ წყვილი იყოს, რატო არ გვიშვებთ, რატომ არ ანუ მიმღებში თუ შეგიშვა, კახეთში მაგალითად მიმღებშიც არ გიშვებენ, ანუ საერთოდ ფეხს არ აუღებელი ციხესიმაგრე არის. ან მიეცით ამ ხალხს თუ კანონი დაუწერეთ, მიეცით ხალხს საშუალება, რომ ის კანონი შეასრულოს, ინფორმაცია
ინფორმაცია სად არის, რატო არ აღწელებთ? მარტო ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ იმისთვის, რომ ვიღაცას სადღაც მთისკენ წეროში რო ცხოვრობს, მიუსავალში სურსათმა რომ მაინც მიუკაკუნა, დაჭიყვაზე და მიკედლებაზე ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. და თქვენ პირდაპირ ჯარიმებით მიადგებით. რატო არ იცის? 99%-მა საერთოდ არ იცის, რომ რაღაცა ახალი ვალდებულებები დაიდე. კი, მართალია არათავისუფლეს, მაგრამ ნუ თუ ეს მაგათი ვალი არ იყო, რომ თუნდაც ინფორმაცია გაეცათ. ან მაგათი ვალი არ არის, ამ ინფორმაციას რომ მიაწვდი მერე და კითხულობს ადამიანი როგორ გავაკეთო, სად გავაკეთო, პასუხს რომ არ ასწრებ, პასუხს რო არ კადრულობ და შენც რატო არავინ არ ჯარიმდება ამათი თანამშრომლებიდან? რატო არ იჯებია, როცა ამდენი აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი მზად არ აქვთ, არც ბაზა აქვთ მზად, არც რაიმე მექანიზმი ჩემგან გაიგო აგერ გამწვანების და გასუფთავების თუ რაღაცა სამსახურმა, რომ თურმე რაღაცა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი და 2 დღის შემდეგ, ჩემი პოსტის შემდეგ დამირეკეს, რომ თქვენ რაღაცა ძაღლზე გაინტერესებდათო და მეთქი დიახ, მიკედლება მინდა, აი საჭდეს რო დაადებ, გავარკვევს, დღემდე არ ყვევს, ხალხო 2 კვირა არ ყვევს, რა არის მიკედლება? ის სამსახური, ვინც უნდა ეს ზედამხედველობა გაუწიოს ამას. ანუ ესეთი ქაოსი ამ დროს თურმე მოსახლეობის ბრალი არის, მოსახლეობაზე გადააქვთ პასუხისგებლობა, თურმე ღირსები ვართ, თურმე ადრე უნდა გაგვეკეთებინა. იცით რა არის, როგორი უნაროც არის ეს სახელმწიფო წლების განმავლობაში, აბსოლუტურად უნარო, აბსოლუტურად უპასუხისგებლო და სასტიკი. ნუ თავის ბრალს ნუადებს ნურავის, კეთილი ინებოს და აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ ქმედებებზე და იმ კანონის აღსრულებაზე, რომელიც თუნდაც დაგვიდო. მადლობა.